Global ბაზრებზე ქართულ თხილსა და კაკალზე მოთხოვნა მზარდია. იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე $113 მილიონზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა. თხილისა და კაკლის ძირითადი საექსპორტო ბაზარი იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთია. რამდენად მაღალია ქართული თხილის საექსპორტო ფასი საერთაშორისო ბაზრებზე და როგორია პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებელი? თემაზე სასაუბროთ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭიტანავა. შემოგვიერთდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მაშასე რა სურათი გვაქვს ამჟამად თხილთან მიმართებაში, როგორია საექსპორტო ფასი თხილის და როგორია საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილთან დაკავშირებული ტენდენციები? გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ფასის თვალსაზრისით მსოფლიო ბაზარზე მკვეთრი მატება იყო ფასის თურქეთის მოსავლის ნაკლებობიდან გამომდინარე. მაგალითისთვის თუ შარშან საშუალო თხილის საექსპორტო ფასი 7 ევრო იყო, 7 ევრო ნახევარი, წელს მაქსიმალურმა ფასმა 14 ევროს გადააჭარბა. ეს გაგრძელდა დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბრის დასაწყისში, უკვე ნელ-ნელა დაიწყო კლება, თუმცა ჩამოვიდა დაახლოებით 12 ევროიან ნიშნულზე, რაც ასევე ბევრად აღემატება შარშანდელი თხილის ფასს. დანელია პროგნოზირება კვლავ გაგრძელდება მატება თუ არა, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის, რომ სეზონის მეორე ნაწილში ალბათ თებერვლის თვიდან იანვრის ბოლოდან ისევ არის მოსალოდნელი ფასის ზრდა, რაც დამოკიდებულია პროდუქციის ნაკლებობასთან ბაზარზე, თუმცა ამის პროგნოზირება ფიზიკურად შეუძლებელია. რაც შეეხება ქართულ მოსავალს, სამწუხაროდ დაგვიანებულმა მოსავლის აღებამ, წვიმებმა მოსალოდნელი 45-47,000 ტონა თხილის ნაცვლად მოგვცა დაახლოებით 40-50 ტონა თხილი და ასევე ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენი პროდუქციის ხარისხი. დღეის მდგომარეობით ბაზარზე გვაქვს ესეთი მოცემულობა ფერმერებმა, რომლებმაც მიიღეს ხარისხიანი თხილი, ესენი არიან ძირითადად მსხვილი ფერმერები, მიიღეს ძალიან მაღალი ფასი პროდუქციის, მაგალითად დაფიქსირდა მასიურად პროდუქციის ღირებულება 12 ლარზე ზემოთ, 13 ლარი, 12, 13, 14 ლარიც კი გაუტეხავ თხილზე. თუმცა ამავე დროს ბაზარზე დაბალი ხარისხის, ესე ვთქვათ, მოულელი თხილის ფასი დაფიქსირდა 2-3 ლარი. შესაბამისად ძალიან დიდია განსხვავება ხარისხსა და ფასთან შორის და ეს აძლევს ფერმერებს იმის ნათელ მაგალითს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბაღის სწორად მოვლა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის მიღება და აი ასეთ პერიოდში, როდესაც არის მკვეთრი ფასის მატება, იმ კარგი შემოსავლის მიღება, რომელიც მათ შეუძლიათ მიიღონ. ზოგადად შეგვიძლია ვთქვა, რომ კარგი სეზონი არის ჩვენთვის წელს და ალბათ მომავალ წელსაც იგივე ტენდენცია გაგრძელდება. კი ბატონო, თხილის ხარისხს რომ მივუბრუნდეთ, თქვენ ახლა ახსენეთ, რომ არის შემთხვევები და არიან ფერმერები, რომელთა პროდუქციაც არის ეგრეთ წოდებული მოულელი პროდუქცია და შესაბამისად ამ წლებმა, რადგან თხილზე ასეთი მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზრებზე, საკმაოდ კარგი საექსპორტო მაჩვენებლები გვაქვს. რეალურად ქართულ ფერმერებს ვერ ასწავლა, პირდაპირ ვიკითხოთ, რომ დავუშვათ ამ მიმართულებით თუ სამუშაოს გაწევენ, შედეგი გაცილებით მეტი იქნება. იქნებ პრობლემა სხვა შეიქნება, არ არის სათანადო თვითონ ბაღები ისე გაშენებული, რომ დავუშვათ ეს ასე მარტივად იყოს გასაკეთებელი და არ არის მხოლოდ ფერმერში პრობლემა. ანუ რეალური პრობლემა ამ ნაწილში რა არის? ერთი მხრივ დაგეთანხმებით, რომ ვერ ვიტყვით, რომ ფერმერებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ. ამაში ძალიან დიდი რესურსი და შრომა არის ჩადებული ჩვენი მხრიდან, როგორც ასოციაციის მხრიდან, ასევე ჩვენი მხარდამჭერი, ვთქვათ, დონორი ორგანიზაციების თუ სახელმწიფოს მხრიდან. წლების განმავლობაში ჩვენ მასიურად ფაქტობრივად ყველა რეგიონში ჩავატარეთ ტრეინინგი, ყველა ფერმერთან მივიტანეთ ეს ინფორმაცია და შევქმნით შესაბამისი ინფრასტრუქტურაც კი და აღაზიებით, სტამბლობის სქემებით. ბოლო 3 წელია ფაქტობრივად ფერმერებს თხილის მოსავლელად საჭირო ფინანსურ მხარდაჭერასაც ვუწევთ. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერი ბუნებრივია სამინისტროსი.
თუმცა აქტიურობა ფერმერების ყოველწლიურად უფრო ნაკლებია. მე ვფიქრობ, რომ აქ ცოდნის ნაკლებობაზე არ არის საუბარი, აქ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები არის, მაგალითად, გასული წლების განმავლობაში შედარებით დაბალი იყო თხილის ფასი და ფერმერებმა რაღაც ფორმით ალბათ ინტერესი დაკარგეს. მეორე, რომ ძალიან დიდია მიგრაცია ახალგაზრდობის რეგიონებიდან და ფაქტობრივად მუშახელი მცირდება სოფლებში და ის ადამიანები, რომლებმაც ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც უნდა იშრომონ თხილის ბაღებში, სულ ნაკლებად არიან სოფლებში. ეს სერიოზული პრობლემაა, რომ წელს მოსავლის აღების დროსაც დავინახეთ, რომ ძალიან გაგვეწელა მოსავლის აღების პროცესი, რადგან ფიზიკურად რესურსი ვერ მოიძია ხალხის, რომელიც ჩაერთვებოდა მოსავლის აღებაში. შესაბამისად, არის რიგი პრობლემები, თუმცა მეორის მხრივ რო შევხედოთ, ეს არის შემოსავლიანი ბიზნესი, ეს არის ჩვენს ხელთ არსებული უკვე ესე ვთქვათ, მსხმოიარე ბაღები და მათი არ გამოყენება თავიანთი პოტენციალის მინიმუმ ნახევარით მაინც მე მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორია. რაც შეეხება არსებობს თუ არა პოტენციალი და ბაღების გაშენების თვითონ ზოგადად სისტემაზე ჩვენ 2019 წელს, 2018 წელს თითქმის 60,000 ტონა თხილი მივიღეთ მოსავალი. შესაბამისად პოტენციალი არსებობს. ჩვენი დღეს საშუალო მოსავლიანობა 500 კილოგრამს უტოლდება 1 ჰექტარზე. სადაც მინიმალური ნორმალური მოსავალი შეიძლება იყოს ტონა ნახევარი და მაქსიმალური მოსავალი 3 ტონა ნახევარი 4 ტონამდე 3 ტონა ნახევარი 4 ტონამდე შეიძლება ავიდეს. მარტივი პარალელი რო გავავლოთ ჩვენ 2019 წლის მოსავალი წელს რო გქონდა საშუალოდ ყველაზე ნაკლები 200 მილიონი დოლარის შემოსავალი გვექნებოდა წელს ექსპორტიდან. ამიტომ ციფრები თავის რეალურ ვთქვათ მონაცემებს იძლევა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რესურსი გვაქვს, ერთადერთი არის ფერმერების ჩართულობა და ამისთვის რაღაც ფორმით ინფრასტრუქტურის შექმნა. მაშინ ასე ვიკითხავ, სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი ნაბიჯია ამ წლების განმავლობაში გადადგმული, მათ შორის სპეციალური პროგრამების სახითაც, მაგრამ რატომ ვერ დავაინტერესეთ მაშინ ფერმერები, რომ ეს მიმართულება რეალურად განავითარონ, მით უმეტეს ასეთი შემოსავლების პერსპექტივა თუ ჩანს, სად არის პრობლემა, არა აქვთ ინტერესი, არა აქვთ სურვილი, თუ რეალურად იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ის არის გამოწვევა. ანუ რაღაც პრობლემას ხო ხედავთ რეალურად, ხო სახეზე გვაქვს. სად არის პრობლემა, სწორედ ამის გარკვევა მინდა. სამწუხაროდ ამ პრობლემის გარკვევაში ვარ დაახლოებით 2013 წლიდან მოყოლებული და ალბათ გამორიცხვის მეთოდით ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, ისი გაკეთებაც შეგვეძლო ყოველ შემთხვევაში და იყო ჩვენს ხელთ. ფაქტია, რომ მხარდაჭერა წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი და სექტორის მხრიდან, ესე ვთქვათ, უკუგება ამ მხარდაჭერის პროპორციული ნამდვილად არ იყო. შესაბამისად, როდესაც 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება წლიურად მცირე ფერმერების ბაღის მოვლის დასაფინანსებლად, ლოგიკური მოლოდინი ასოციაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროსი არის, რომ დაახლოებით მინიმუმ წლიურად 10-20%-ით გაიზრდება ფერმერთა ჩართულობა, რაც წლიდან წლამდე არ ხდებოდა. თავიდან იყო პრობლემა იმისი, რომ არამიზნობრივად დაიწყეს ამ ვაუჩერების გამოყენება, შემდგომში საერთოდ ათვისების ნაწილში ესე ვთქვათ, იყო შეფერხებები, რა თქმა უნდა, იდეალურად ეს პროექტები ვერ ვითარდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სექტორისგან ნაკლები ინიციატივა იყო გამოჩენილი, რაც უნებრივია მხარდამჭერს და დონორსაც უკარგავს ალბათ ამ პროცესში ჩართულობის ინტერესს. ძნელია რაღაც კონკრეტული მიზეზი გამოვკვეთო, არა მაქვს ამის მიზეზი, ზოგადად მოცემულობა ესეთია, რომ ის ფერმერი, რომელიც არის მოტივირებული, რომელიც ცდილობს ბაღს მოუაროს, მას აქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთოს. ყოველ შემთხვევაში მცირე ფერმერებზე მაქვს საუბარი. მცირე ფერმერს შეუძლია ვაუჩერით მინიმალური აგროქიმიკატები იყიდოს, რაც აუცილებელია თხილის ბაღის მოსავლელად. მცირე ფერმერს შეუძლია წვდომა კონდეს აგროკონსულტანტზე უფასოდ, რომელიც აუხსნის რა გააკეთოს და
როგორ ესე ვთქვათ მოუაროს თავის ბაღს, მცირე ფერმერს აქვს საშუალება რომ მიღებული მაღალი ხარისხის მოსავალი ნებისმიერ რეგიონში წაიღოს, საშრობში დააბინაოს, გააშროს, შეინახოს ან მისი რეალიზაცია მოახდინოს მაღალ ფასში. ამის რესურსი არსებობს, შესაბამისად ერთადერთი რაზეც საუბრობ ჩვენ ამ წუთში არის ფერმერების мотиваცია. როგორ გავზარდოთ ფერმერების мотиваცია იმისთვის რომ მათ უფრო უკეთესად მოუარონ თავიანთ ბაღს. ძალიან ძნელი ამაზე საუბარი, ჩვენ ბევრი გზა ვნახეთ პირდაპირ мотиваციის სტიმულირება, ტრეინინგების მეშვეობით, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი, თუმცა კი ბატონო. ფაქტია, რომ ტენდენცია კლებისკენ მიდის წლიდან წლამდე. პლუს ამას, შარშანას რამოდენიმე წელია დაგვემატა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც არის თხილის ბუჩქების ესეთი უეცარი ხმობა და მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას პრობლემა, რომელიც კოლოსალური და ძალიან რთული იყო, ერთობლივი ღონისძიებით რაღაც ფორმით გადავლახეთ, დავასტაბილურეთ და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ, რაც ძალიან გაუჭირდა სხვა ქვეყნებს და უჭირთ მაგალითად თურქეთს, აქ სერიოზული გამოწვევა. ჩვენ კიდევ ერთი ახალი გამოწვევა დაგვემატა და არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ფერმერების მხრიდან ინიციატივის გარდა სხვა არაფერი არ რჩება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. მერაბ ჭითანავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.